და დღეიდან მე აზიელებს მიმართა. დღეიდან მე თქვენ გაცხადებთ მეფის ნათესავებად. ეს არის სპარსული წესი. სპარსელ მეფეებს, აქემენიდებს, ამალა ხო ყავდათ. და ასევე ყავდათ უკვდავთა კორპუსი. იმათ ეძახოდა მეფე პატივი იყო ასე. ეს იყო მეფის ნათესავები. ამან მთელი აზიური არმია გამოაცხადა თავის ნათესავებად. უმაღლესი სტატუსი მეცა. მეფის ნათესავი რას ნიშნავდა? მაგალითად რიტუალში. ნებისმიერ დროს აუდიენციაზე შესვლა მეფესთან და გარდა ამისა კოცნის უფლება აქვს, გადაკოცნის უფლება. ამბორის რა. ამბორის, ხო, ეს არის უდიდესი პატივი არის და მთელი არმია გამოაცხადა რა ქვია თავის ნათესავებად. ძვირფასო მეგობრებო, ამდენი ომების, ამდენი ევროპელების გამარჯვებების და აზიელების დამარცხებების მერე გიორგი ეს რა არის? ეს არის ევროპის კაპიტულაცია აზიასთან. შეგამოვიდა. მეფემ ალექსანდრე დიდმა ფილიპეს და ოლიმპიადას ძემ ევროპის მეორე დიდმა მეფემ პირველმა ომისი რიგო ბითობით რო დავიდა. მთელი ამ ლაშქრობების, ომების, უბედურებების მერე აზიელები არჩია. რატო? იმიტომ რომ იმათ ეგოს ვერ მოერე, მაკედონურ ნაციონალიზმს ვერ მოერე.